ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 9. რომ სიმკვრივის სითხეში ჩაძირულია m მასის სხეული, ჭოჭონაქების სისტემით გაწონასწორებულია m მეხუთედი მასის საწონითო, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სხეულის სიმკვრივე. იგი როს სხეულის სიმკვრივეს გვეკითხებია. მოდით ახლა შევხედოთ ამ ნახატს. პირველ რიგში აი ამ m მასის სხეულზე რა ძალა იმოქმედებს? ამ m მასის სხეულზე იმოქმედებს ქვემოთ მიმართული mg სიმძიმის ძალა და ეს სხეული გაწონასწორებულია უკითხრეს, ხო? რადგანაც გაწონასწორებული არის, ამაზე იმოქმედებს ზემოთ მიმართული F არქიმედე ამობუდები ძალა და აგრეთვე თოკი დაჭიმული იქნება T ძალით, ხო? ანუ ეს m-მასის სხეული ერთი მხრივ ამ m-მასის სხეულს ერთი მხრივ აწონასწორებს F არქიმედეს ამობუდების ძალა და T დაჭიმულობის ძალა. შესაბამისად, ნიუტონის მესამე კანონს თუ გავითვალისწინებთ, თუ m-ზე გაწონასწორებული არის S პლუს F არქიმედეს ამობუდების ძალის ამათი ჯამით, შესაბამისად ნიუტონის მესამე კანონიდან ჭოჭონაქმაც იგივე ძალით უნდა იმოქმედოს, ანუ ეს იქნება F არქიმედეს პლუს T ძალა, ხო? დაჭიმულობის ძალა. ახლა გადავიდეთ ამ სხეულზე, ამ სხეულისთვის რა გვექნება? ქვემოთ იმოქმედებს m მეხუთედი ჯერ G სიმძიმის ძალა, აგრეთვე T დაჭიმულობის ძალა და ეს საკიდე არის T დაჭიმულობის ძალით უპასუხებს. და ახლა ჩავწეროთ, ახლა რა შეგვიძლია ჩავწეროთ? ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ ეს mg ძალა გაწონასწორებული არის F არქიმედეს პლუს T ძალით და მეორე მხრივ აი ამ ნაწილს თუ გადავაკვირდებით. T mg მეხუთედი სიმძიმის ძალა, რადგანაც ესეთ წონასწორობაში არის, სიდიდით ტოლი არის T ძალის. და აი აქ შევიტანოთ ახლა აი ეს T-ის მნიშვნელობა mg მეხუთედი. ესე იგი ეს იქნება mg მეხუთედი. საიდანაც F არქიმედეს ამობუდების ძალისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის mg-ს მინუს mg მეხუთედი. ეს ტოლი იქნება 4 mg მეხუთედის. ხო? ანუ რა გამოგვივიდა? F არქიმედეს ძალა ტოლი არის 4 mg მეხუთედის და მეორე მხრივ F არქიმედეს ძალა რის ტოლი არის? სხეულის სითხის სიმკვრივე ρ, რომელიც როს ტოლია, გამრავლებული G-ზე, თავისუფალი ვარიცაჩქარებაზე და ჩაძირული სხეულის V სხეულის მოცულობაზე. ახლა თუ გავითვალისწინებთ მოცულობისა და სხეულის სიმკვრივეების შორის კავშირს, V სხეული თავის მხრივ ტოლი იქნება რის ტოლი იქნება m სხეულის მასა m გაყოფილი ამ სხეულის სიმკვრივეზე, ხო? აქედან ახლა ეს G-ების შევეკვეცება, m-ების შევეკვეცება და რა გამოგვდის? რო შეფარდებული რო სხეულთან ტოლი გამოგვდის 4 მეხუთედის. საიდანაც რო სხეული თუ ამოვაბრუნებთ ტოლობის ორივე მხარეს, რო სხეული როსთან ტოლი გამოგვდის 5 მეოთხედის, საიდანაც საბოლოოდ თუ დავწერთ, რა გამოგვდის? ჩვენ გამოგვდის საბოლოოდ, რომ სხეულის სიმკვრივე ტოლი ყოფილა 5 მეოთხედი, რომელიც არის 1.25, ხო? 1.25 გამრავლებული როზე. აი ამ როზე აქეთ გადმოვიტანეთ. კი ბატონო, ესე იგი ეს გამოგვივიდა ჩვენ ახლა პასუხი და შევხედოთ რომელი იქნება. 1.25 რო. პასუხი B.